მიხეილ, დავიწყოთ. სტუდია მოვაწყე, დაწყება შენზეა. დავიწყოთ. სალამი ძვირფასო გამომწერებო, ბასრი დისკუსიები მოგესალმებათ. ახალი სტუდიიდან შეამჩნევდით ალბათ რომ შევცვალეთ ატმოსფერო და სტუდიის დიზაინზე და ასე შემდეგ ბატონმა გიორგი მიზრუნა. მე ძალიან მომწონს, იმედია თქვენც მოგეწონებათ. სალამი ბატონო გიორგი. მოგესალმებით ბატონო მიხეილ. ნუ დიდად მომზადებულები არა ვართ ხო დღეს ამ თემაზე, უბრალოდ ბევრს ვისაუბრებთ და ნახოთ სად დავიწყებთ საიდან და სად მივალთ. თავისუფალი თემა დავარქვათ დღევანდელ დღეს კი ბატონო. აი, მოდი მაშინ თავისუფალ თემაში ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, სად დავართ ამ ახალ სტუდიაში მიხეილ. სავაჭრო ცენტრი მეგალაინი, დიდუბე, ელიავას ზედა შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს, მაღაზია ნომერი 11. გავხსენით მაღაზია, ისიც ხო არ მოუყვეთ ვაფშე, საერთოდ რატო გავხსენით მაღაზია? მაინც ბევრი გამომწერი არის ნოლიდან მოყვება ჩვენ და სკამის ხმაზეც მოუყევით. ანუ არ შეიმჩნიოთ მეგობრებო, ანუ ბატონმა გიორგიმ დღეს მომიტანა სკამი, რომელიც აპროწუნებს, ასე რომ ბოდიში გიხდით თუ ცოტა ჭრიალის ხმა იქნება. აჭრაჭუნებს. კი ბატონო, კი ბატონო. მოყევი, ნამდვილად საინტერესო ამბავია, რატო გადაწყვიტე? ნუ, ვინც გულშემატკივრობს და მოგდევს, თქვათ, პირველივე დღიდან გამომწერები ბევრი არიან, ყოველთვის რაღაცნაირად გულახდილად საუბრობდი ხოლმე, რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ. პირველად განზოები რო ჩამომევიდა, მაგისი განყოფის ვიდეოც ესე მქონდა ჩართული ჩაწერილი და ეგ ძალიან კარგად მახსოვს ეგ ამბავი. სიმართლე ჯერ მარტო ყუთი დადე და თქვი რომ მე ჩავწერო, ეგრევე არ გაგიძრია, მე ზუსტად მახსოვს, ჯერ პროსტა ყუთი გაგე. რა შევწერდი სახელოსნოში ამდენი დანები რო ჩამოვიდა ხო მე გამიჭირდებოდა. მე უკვე გაგქცე მეორე ვიდეო. სიმართლე გითხრა, მაშინაც რაღაცა ემოციები, ანუ ცოტა დრო დამჭირდა გონზე მოსასვლელად, იმიტომ რომ რაღაც არ მეგონა მაგდენი რო იქნებოდა, მაგას იძახდი ანუ მოსოს მაგრად რა. 400-მდე იყო მგონი თუ რაღაცა 1 5-6 ყუთი იყო რა და წარმოდგენა არ მქონდა თუ რა უნდა მექნა მაგდანებისათვის. კითხო მაშინ რა სანამთე ბოლოს რაც დაგჭა რა, რაც ხო ერთიანად გაყიდე. რამდენი ცალი იყო ეგ მაინტერესებს რა. ბოლოს რაღაცა მგონი 40 ცალი გავყიდე ერთად. всё, გასაგებია. თუმცა ის რაღაცა გარკვეული მოდელები იყო, რომელიც თქვათ დიდად მithunაც არ მოვიხიბლა და ვისთანაც შენახვედრი ვარ მაღაზიის თემაში, გეცოდინებათ რომ დანარ ვარ მომწონს ვერ უყიდე. კი ბატონო. არა, დანარ ვარ მოგწონს კი არა, შენ ხანდახან რომ მოგწონს იმაზეც ის გაგხოლმე რაღაცა ოყმანი და მოკლედ, მანდიდან დავიწყეთ და საბოლოო ჯამში როგორც ვიტყვი, საქმე კარგად წაგვივიდა მიხეილ რა და ნუ იქამდე შემთხვევით არაფერი არ ხდება, მეგობრებო, ანუ გიო თავდაბალი კაცია, იცით, მაგას ბევრი შრომაა და ბევრი ჭკუა და ბევრი გათვლები ქონდა და კი ბატონო. აიხარე მიხეილ და მოკლედ იქამდე მივედით, რომ პატარა საწყობი დაგვჭირდა მე, რომელიც გაივსო. პატარა რომ დაგვჭირდა, პატარა გავაკეთე. იქ ხო, პატარა გავაკეთე. მე არ გვეყო პატარა. არ გვეყო, გაივსო და გადავწყვიტეთ, რომ დიდი საწყობი გჭირდებოდა. დავიწყეთ საწყობის ძებნა. ნელანად რაღაც პერიოდის მერე, ნუ მეგალაინი შევარჩიეთ. მაღაზიისთვის არ შეგვირჩევია უყოთ. შევარჩიეთ, რომ უბრალოდ ტერიტორიულად მისადგომი არის, პარკინგი გვაქვს, რაღაცა გვაქვს და საწყობი გავიკეთებინა და მე როგორც გვჩვევია ხოლმე, ჭამა მადაში მოდისო მიხეილ, შევყევით და მერე გადაწყდა მაღაზია გავუკეთებინა ბარემ, რომ საწყობიდან გატანა გვექნება, კაი მეგალაინში მოვიფათ მომხმარებელს არ შევრცხებით ონლაინ გაყიდულებზე და ბარემ მაღაზიაც იყოს რომ მომხმარებელი და მაღაზიაზე დავთანხმდით და მერე იყო იდეა ბოლოს რომ ისეთი არ გავაკეთოთ, რომ ბახტრიულისას ჯობდეს. კი ბატონო. ხო და მაგასაც შევყევით ბოლომდე და საბოლოოდ გამოვიდა ისე რომ მე მირჩევნია არ გეწყენოს ახლა ვისთვის როგორ ახლა მესმის ყველაფერი მე მირჩევნია. მე იქით სანაპიროზე ვიქნები, შენ აქეთ სანაპირო გაამაგრე მიხეილ. Хорошо, მე არა ვარ წინააღმდეგი, მე პრინციპში ჩემი ცხოვრებისეული თბილისელობა ისე არის, რომ მე ორივე სანაპიროზე თანაბრად ვიყავი და ვყარად. კი ბატონო. ეთილი და მოკლედ გამოვიდა ისე, რომ გავხსენით კაი მაღაზია, 8 ნოემბერს გავხსენით და ესეთი სტუდიაც შემოგთავაზეთ, ჩანაფიქრიც ეგეთი რო იყო, რომ თქვა სტუდიაც ქონოდა და აქედან გადაგვეყო ხოლმე ვიდეოები და მე მგონი ისე კომფორტულად ვარ მეც აქ, იქ ცოტა მჭიდროთა ვარ თქონდა. ნამდვილად, იქ არ უნდა გაინძრია, ხო, ახლა რა შედარება, რა სიძახი, ხო, კიდე მრგვალი მაგიდა გვაქვს და იქ რაღაცები მე მგონი დეფორმირებულები ვარ თქონდა. მართალი ხარ, ეხა მაგას არ დავაკვირდი, ეხა ვიხდი, რომ თავისუფლად ვზივარ რა და იქ მე ჩახუტებულები ვარ თქონდა და რა ვიცი, ისე ვარ. კი ბატონო, მოკლედ ძირითადად ალბათ დაეტევა რა, ანუ მე არის ჩანაფიქრში მიშო, დიდი ის არის. დიდი კი არა, კამერაში და იქ მესამეც ჩაულებრად ჩაეტევა.
იქნება ეგეც და სტუმრებსაც მოვიყვანთ ხოლმე მოკლედ. კი ბატონო, კი ბატონო. კეთილი, მოკლედ. ამ მაღაზიის ერთი გამორჩეული ნაწილი, რაზეც აი რავი, ვიცი, ბევრი რაღაცა, მაგრამ მაინც მგონია, რომ შენ წარმოსახვაში უკეთესად ხედავ ამის განვითარებას რა. მეც ხვდები, რასაც გულისხმობ, ანუ გავაკეთეთ, ანუ კუნძული, შუა კუნძული, რომელიც იდეაში არის საგამოფენო სივრცე. კი ბატონო. მაგრამ თავიდან ბოლომდე შენი იდეა იყო და შენ როგორ ხედავ რა, აგვიხსენი, აბა რა არის? ნუ შუაში კადრსაც დავუდებთ და ჩანაფიქრი არის ეგეთი, რომ რაღაც განსაკუთრებული ადგილი არის, შუაში არის მოქცეული მაღაზიის და მინდა რომ რაღაცა საერთო საქმეს ემსახურებოდეს. ეს მაღაზიაც რაღაც შედარებით მეტი საერთო სივრცე არის და მინდა ხოლმე რაღაც შეკრების ადგილივითაც გქონდეს. და პლუს მაგას მინდა რომ რაღაც იმ საერთო საქმეში წვლილი შევიტანოთ და ჩანაფიქრი არის რომ აი ეს სივრცე სულად უანგაროთ, მოემსახუროს აი ჩვენ საქმეს, ხელოსნების საქმე იქნება, მედანეების საქმე იქნება თუ რა იქნება, აი მაგალითად ვიღაცამ შეიძლება ახალი მოდელი გააკეთა ხელოსანმა რა და თუნდა რომ წარადგინოს. თავისუფლად შეგვიძლია რომ რაღაცნაირად შევთავაზოთ და თქვათ რომ ერთი კვირა გამოფენილი კი იქნება. ბატონო, გასაგებია. შეგვიძლია რომ გაიყიდოს კიდევაც აქედან ისე რომ სულად უანგაროთ, აი ესე იქნება წარმოდგენილი. ჩვენც შეიძლება რაღაცა პრეზენტაციები რო გვექნება ხოლმე რაღაცების. არა, ძალიან საინტერესოა. კი. ანუ ყურად იდეთ, მეგობრებო, ანუ მე მგონი საკმაოდ კარგ რაღაცას გთავაზობთ. გარდა იმისა, რომ პრეზენტაციისთვის არის ძალიან საინტერესო ადგილი, მაგის გარდა ანუ თქვენივე სარეკლამო რგოლის გაკეთება გინდათ თუ რაც გინდათ, ანუ ძალიან კარგად წაგადგებათ ამ ადგილას გაკეთებებს თქვენი სოციალური ქსელებისთვის ვიდეოების გაკეთებაც. რა თქმა უნდა, ეს წინასწარ უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა ნახოთ ნამუშევარი, მაგალითად დავდებთ. სიამაყით წარმოდგენილი იყო გახსნაზე, წარმოდგენილი გქონდა ლევანი მოსიძის ერთიდან აიყო მეტი არ დარჩა სამწუხარო და ერთიდანაც სიამაყით იყო წარმოდგენილი ქართული ტრადიციული დანა გქონდა ირაკლი ბაქრაძის შესრულებით წარმოდგენილი დემურის დანები გქონდა და დათო აბაშვილის დანები გქონდა თემ ოქსიდაიზერის ნამუშევრები გქონდა ზემბანმა ვერ მოახერხა ზემბასთან არ ქონია შემეშალა მაპატი ბოდიშვიხტი ციმორთან ციმორისთან ნუ მაპატიეთ ეხა ნუ სამწუხაროდ არ ქონა და ან ჩვენ ნათქვამი გქონდა და მე მომივიდა არ ქონა და მოკლედ რაც არ უნდა იყოს იდეა ეგ არის და საგამოფენოთაც რა ანუ რაღაც წელიწადში ერთხელ და თქო ორჯერ დიდი გამოფენები კეთდება აქ რაღაც იცი რატო გკითხე რომ შენ რა ის ქონდა მეთქი ჩანაფიქრი ეხა ყველას გვაქვს სივრცის ახმა ადამიანებს გვაქვს სხვადასხვანაირი არ არის ორი ერთნაირი ადამიანი რომ ერთად აღიქვამდეს სივრცეს მე მაგალითად ხო თავიდანვე ვიცოდი ხო ანუ ჩემს არ იყო სიურპრიზი მაგრამ ნუ მე ეთყობა ყურადღება სხვაგან გამირბის რა მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი რომ შემოდის ვაკვირდები რომ აი ესევე მიდის რა პირდაპირ ანუ იმდენად იზიდავს რა ცენტრში არის და რაღაცა ვიტრაჟული არის სულ რა და მე როგორც ჩანს პროსტა ცოტა განსხვავებული ის მაქვს რა და მე დავაკვირდი რომ ძალიან მაგარი ადგილია მაგამ ბავში ყველას აქვს რადევს იქ ხო, ნუ ძირითადში შეიძლება ახლა არ ამგონია რომ ყოველ კვირა რაღაც ახალი მოდელები და შეკრების ადგილები იყოს. ჩვენ შეიძლება რაღაც ახალი მოდელები რო ჩამოგვივა, სიახლეები მან შევთავაზოთ ხოლმე მომხმარებლებს, თუმცა ნუ მთავარი იდეა გარდა მე გამიხარდება ძალიან ეგ თუ გამოვარო რაღაც ესეთ შეკრების ადგილი იქნება და მაგას თუ მივხვდით რომ პატარ-პატარა რაღაც გამოფენები, შეკრების ადგილები ქონდეს რაღაცა იყოს. მოდი ერთ კითხვას აგისვა მაშინ რა ხან ესეთი სიტუაცია ანუ აქ მარტო დანებზე არის საუბარი ბატონო გიორგი თუ აქსესუარებიც არის აქსესუარებიც ჩვენი ოქსიდაიზერ კასტომსის ნამუშევრებიც ანუ სხვებსაც თუ თავარი არის რომ ნამუშევარი რა თქმა უნდა ობიექტურად შეფასდება და ან ნამუშევარი უნდა იყოს რაღაც სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს მაგაში ვიქნებით სუბიექტურები ობიექტურები არ ვიქნებით არა მე მიმაჩნია რომ ობიექტურად ანუ ჩვენი სტანდარტებით შევაფასებ კი უბრალოდ მაინც მე რო არ მოყოს რაღაცები ესე თქვათ ჯგუფშიც ეგრე გვაქვს ნათქვამი რა იმიტომ რომ ეგრე რო არ ქონოდა ნათქვამი ძალიან ბევრი გაუგებრო ახლა რას ვიტახი ობიექტურად ჩვენი სტანდარტით შეფასება ზუსტად ეგ არის რა ანუ ჯამში სუბიექტურად გამოდის კი ბატონო მოდი ჯგუფი მოვაყოლე და კიდევ კარგად განმარტავ რა ჯგუფსაც წესებს გაეცანით ხალხო კარგად მიწერია მედანეების ჯგუფზე მაქვს საუბარი 15000 ადამიანი ისე გაწევრიან და იმ ჯგუფში რომ ჩემს გარდა არავინ არ დებდა პოსტებს და მხოლოდ ჩემ გასაყიდან ავსდებდი. უბრალოდ მე ძალიან დიდ რაოდენობაზე რა გადაუწყვიტე რომ რაღაც ხონაირადაც წული შემეტანა რაღაც ამ კომუნიტიში ამ საერთო საქმეში.
გარკვევი წერია რომ ყიდვა გაყიდვის ჯგუფი არ არის ეგა, გარკვევი წერია. დანარჩენი ახლა ჩვენი შეხედულებისამებრ ხანდახან ვდებთ პოსტებს. პირველ რიგში ჩვენ არ ვდებთ გასაყიდ პოსტებს. ხო, რავი, ჩვენზე მეტი გასაყიდ მე სხვა გავდებ ხოლმე რა, როდესაც ჩვენ არ ვაწუხებთ რა და მაგასაც კი გაუგებრობები მოყვება ხოლმე ხანდახან მიხეილი რა და დანარჩენი ისიც დავიტოვე კიდე რომ ჩემი შეხედულებისამებრ მინდა ვადასტურებ, მინდა არ კი, დღეს ვადასტურებ. მე წავშალე რამოდენიმე პოსტი, იმიტომ რომ ჩავთვალე რომ ეს იყო უკვე ბიზნეს საქმიანობა და ბიზნეს, როდესაც ადამიანს დანეს გაყიდვა უნდა, იქ არ ვარ ეგრე ვარ. როდესაც ვატყობ რომ იქ უკვე ბიზნეს საქმიანობა, თქვენი შეგიძლია გააკეთოთ, ვერავინ ვერ გაგიშლით. არც მაგაში არ ვზღუდავთ, ყიდვა, გაყიდვა, გადაცვლის პოსტი შეგვიძლია შეგიძლიათ რამე დადოთ. დანადგინა დადე და დანარჩენი ეგ ნათქვამი მე მაძლევ საშუალებას რომ ნებისმიერი პოსტი წავშალო და განა ისეთ პოსტებში ვიღაცა $5 დანასყიდის 400 ლარად რა და რაღაცა. ხო, არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენივე ასე ვთქვათ წრეში ადამიანები მოტყუებისკენ წაიყვანოთ რა. კი ბატონო და ნუ გონია რომ სუბიექტურად უდგებით მაგ საკითხს და სხვის ინტერესებს მაგრამ გონია რომ მაქსიმალურად რაღაცა ამ თემისთვის ობიექტური მიდგომა არის. იყოს ვინ დამასწრებდა თუ ავდებოდი და $10 დანას მეც გავყიდიდი $100-ად, მაგრამ ხო და იგივეს ვიძახი ამ საგამოფენო სიუჟეტზე რომ რაღაცნაირად ჩვენი ხედვით როგორც ჯერა რომ ამ თემისთვის სასარგებლო და ობიექტური. კიდე ერთ დავამატებ ამ თემაზე დავასრულოთ მე საუბარი, ანუ დღეისათვის ჯგუფში 24,000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული და რატომღაც ესე მგონია რომ თუ რაღაც კონკრეტულ ჯგუფში წევრიანდები ადამიანი რა, მაგალითად, რაც მეთევზეთა ჯგუფში, ხო, ანუ რაღაც თევზაობა უნდა მოგწონდეს რა და თუ ოპერის ის რა ქვია, მუსიკა მოგწონს მარტო და თევზაობა არ რა გინდა მეთევზეთა ჯგუფში. იგივეა, ხალხო, თუ არ მოგწონთ ეს ხო წადით. არავის იმიტომ რომ არ შეიძლება იწევს ბევრ უხერხულობას რა. კი დაუბლოკავ, მაგრამ როდესაც ხალხი ყიდულობს დანას, უზიარებს დანას და მე ვიღაცა გამოხტება და იტყვის რომ რაღაცა ნაგავია, რა ამაში ამხელა რატო გადაიხადე. მე მგონია რომ მცირე პროცენტია ამრევი. კი და ხო და დავერევით მე მაგასაც და სანამ ჯერ თქვენით გეუბნებით რომ წადით და თუ არა მე მიგაბლოკავთ და იქ იქნება. მცირე პროცენტი ჩანს რა. საცობებში რომ იძურებიან ხოლმე ბარდიულებზე და იქ მიწიანგზე და რაღაცაზე ხო ეგ ჩანს მაგრამ სინამდვილეში მცირე პროცენტია. კი ბატონო. უბრალოდ გვაღიზიანებს. ჯიბეში რა დანაგა. ჯიბეზე სანამ დანაზე გადავალ მიხეილე საპრეზენტაციო სივრცეზე არის საუბარი. კი ბატონო. სიამაყით ვიტყვი რომ ჩვენიც წარმოადგინეთ. ჯერჯერობით პროექტი არის, თუმცა მაღაზიაში თამამად გვიდევს ნამდვილად ჩვენი სატესტდანები. ნამდვილად. უკანაც არის მწვანე დანები თუ ჩანს კადრში ეგენი სატე არის, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ იყიდება, სანიმუშოები არის და სადაც ბიუჯეტური ხაზი არის და მიახლოებით ალბათ 1 თვეში, 3 თვეში გვექნება უკვე დიდი რაოდენობით, რისთვისაც გადმოვიდეთ საერთოდ ამ საწყისში. ნამდვილად და ამბიცია გვაქვს რომ ეს უნდა იყოს მართლა სრულიად სახალხო ნივთები, რომლის შეძენასაც შეძლებს საშუალო სტატისტიკური საქართველოს მოქალაქე ნებისმიერი ადამიანი. კი და დამავიწყდა მაგისტრის გავაფართოვეთ. მაგისტრის გავაფართოვეთ ნამდვილად დიდი რაოდენობით დავატოვდით და მაგისტრის შევემზადეთ და მაგას მოყვა ეს მაღაზიაც და ეს ამბების და ყველაფერიც. მოკლედ ესეც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენთან. კი ბატონო. შემდეგი მიშა. ჯიბეში რა დანაგა? მე რა დანებითაც დავდივარ ეს ბოლო რამდენიმე დღე ეგ ამაქვს სად არის ჩემ ორივე ჯიბეში მიდევს. ანუ ბოლო პერიოდია ეს რო დამიბრუნეს სხვები წაღებული აქვს ახლა ამით და ხო ეს დამიბრუნეს მეშვიდე დამიბრუნეს მეშვიდე დამიბრუნეს ხო და ანუ ვფიქრობ რომ ეს მოდელი ნუ მიყვარს რა იმიტომ რომ რაღაცა სრულფასოვანი დანაც არის გამხსენილი რაღაცები და ისე ხშირად მე აქვს ხოლმე ვფიქრობ მეორეც ხო არ ვიყიდო თქვათ რომ წაიღებენ მე მეორე ვატარო ხოლმე რა და ესეც რაღაც მივეჩვიო თუმცა ის ფიჯეტად ვიყენებ რა ეხლა მე ისეთ რაღაცას ვიტყვი რომ გარშე მყვალე და შემო მე გადამეკიდე რომ და დამიწყონ გაჩერებები ბოლო პერიოდი მე გავუთამამდი რა და დავიწყე ადრე ხო ვაფშე და საერთოდ შენ ხო იცი რომ მე დანას არ ვიდებდი არ ვიდებდი ანუ აი ეგ არ მითხარი ხო და დავიწყე რა 2-3 დანა მიდევს ჯიბეში 2-3 დანა გიდევს ჯიბეში და მიდევს თან ცივია რახს რო თვითონ მე ვერ გავიგე ეგ რაც რომელია ცივი და რომელი არა ნუ გადაწყვიტე რომ რაღაცა გადავწყვიტე რომ დანა რაც მომწონს ჯიბეში ჩავიდო ნუ პირველი კონტაქტი დაამყარო პოლიციასთან და ჩენი ნახოთ მე იმ კანონის ფარგლებში ოღონდ აი ხაზგასით მიძახი რა ეს იქნება დოკუმენტი რა იმ კანონის ფარგლებში რაც არის დღეს ეგეთი დოკუმენტები ხო ბევრი დავდები იმ ფარგლებში მიმაჩნია რომ არ ვარღვევ კანონს ეგეთი დოკუმენტები ხო ბევრი არა მე შენ დადე მაგრამ მეც მინდა რა მაგას ვიძახი შენი შემთხვევა ქონდა მე რომ მექნება და ზუსტად ვიცი მექნება მინდა რომ მეც
ამ შემთხვევაში იმ ჩანაწერებზე ხო ქვემოთ პუნქტები რო არის გარდა იმ შემთხვევისა. იგი ოც რო გაშიფრავ არ მინდა ძალიან ხო ეხლა მოიწყვი. კაი. კი ბატონო. ხო და აი ხა დავაზრო რეები მიდევს შიში. აბა მიდი შედაკავს. ნუ მე ამ ორიდან მოძრაობ. ბატონო, ეტარას. რა სიტყვი? სულ მოვიწყდება ამის სახელი. ადირა. ეს არის მინია. ანუ მინია, მაგრამ რა кай ზომა. დღეს გავუშვით benchmade-ის შეკვეთა და დღეს ვფიქრობდი კი, დღეს ვფიქრობდი benchmade-ზე და ნუ აი მიყვარს რა benchmade-ი რა. ეს განსაკუთრებულად მაგარი არის, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარ ფასად გქონდა რა. ეს ღირდა 630 ლარის ფარგლებში და bench-ი ესეთი მაგნაკაცზე ძალიან მაგარი ფასი. აი მე მგონია რომ აი ეს მედანეების დანა არებს აკეთებენ benchmade-ები. ანუ შეიძლება არ არის ეფექტური ფრონტალური რაღაცები, მაგრამ აი დანა უნდა გიყვარდეს, თქვათ რომ იყოს დანა. ხო, აი ეს არის დანა რა და დანებს აკეთებენ და ეგეთი ფილოსოფია აქვს benchmade-ს. ამ მოდელზე რა, ანუ საბოლოო გადაწყვეტილება მიმაღებინა მექანიკამ რა, ანუ მომაწონა, ანუ შაიბაზე, ანუ რაღაც ბრწყინვალე მექანიკაა რა და ანუ დანა არის რა, აი ბიუჯეტური კრისრიებია ესე შევხედოთ რა და აი მაგეთი ფილოსოფია აქვს რომ აი სრულყოფილ კარგად სამუშაო საქართველოში არიან benchmade-ების მოყოლები ვიცნობ რამდენიმე ადამიანს რომ მარტო benchmade-ებს ყიდულობენ რა და ძალიან შეფერდება დარწმუნებული ვარ როგორც სხვადასხვა ბრენდი ავხსენეთ ჩვენ ხალხს და დღეს ამ ბრენდს მართლა ბევრი ყიდულობს ეხა არ მინდა დასახელება მგონია რომ დაგვიჯერებენ და რა ვიცი აქამდე მართლა არ მოგვიტყუებია და რა ბრენდებსაც უწევდით პოპულარიზაციას და რასაც მართლა ბევრს ყიდულობდა ხალხი არ მოსულა და ჯერ არავის არ უთქვია რომ ეს რა ნაგავი მომყიდეო რა. აი ვისაც დანა მართლა როგორც ინსტრუმენტი ჭირდება, ნუ benchmade არის მაგარი მაგაში. Spider-Co-ც ეგეთია, მე რაღაცა დრო დამჭირდა რომ Spider-Co თქვა ეგრე მეღიარებინა და ეს დროულად რაღაც ესეც ვაღიარებ. მაშინ შემდეგზე გადმოღარ ეხლა შენ. Spider-Co შედარებით ჭრელი დანებია. კი. Spider-Co-ები ძალიან მაგრად ჭრიან, თუმცა benchmade-ები ცოტათი უკვე უხეშ მოხმარებაზეც გათვლილი არის Spider-Co-სთან შედარებით. დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია. ჩემი დღევანდელი დანების ერთობლიობა ფოლადებმა გადაწყვიტა. ანუ პირველი გაჩვენეთ მაგნაკაძე და აი ძმაო. სულით დავარდა, აბა დაიჭირა. 512. ეს ხო ქონდა წინადას თუ არ გვიჩვენებია ამაში. მოიცა ბოდიში 203-ია ეს მოდელი. არა არ გვიჩვენებია. არ გვიჩვენებია? არა. არ გვიჩვენებია. ნუ ეხლა რატო ვიძახი? ორივე ბრენდი ჩვენთან არის მედანეში რა და ძალიან მომაყობ მაგით. ანუ არ ვიტყვი ეხლა მე გიოს გრესეში რაღაცა ბრენდები აქვს და იმ ბრენდებს რაღაცებს მიჩევნიან გულწრფელად. რა ვოძახ არ ვიტყვი. ნუ მოდი ვთქვათ რა პირველი აქსის ლოკი აქაც რა და ზერო ტოლერანსს მას ხო რამე დაარქვა? ხო რაღაცა. არ მახსოვს რაღაცა პივოტ რაღაცა ლოკი. აი ნუ მოკლედ benchmade-ს გაუვიდა პატენტი და ბევრმა გააკეთა მსგავს ჩამკეთ მექანიზმებზე. დანარჩენი ნუ ზერო ტოლერანსი სიმართლე გითხრა ბოლო პერიოდი რაღაცა აი შარშან წინ ხო რაღაცა ვიძახდი რომ რაღაცა სიახლეებს ვერ გვთავაზობენ სიახლეებს ვერ აკეთებენ და რაღაცა გვჭირდება და მარტო ეს არ არის რომ ძალიან მაგარი ინსტრუმენტი არის და ამერიკული არის დარწმუნებული რომ ამერიკაში ყიდიან კარგად კი ბატონო რომ კარგი ინსტრუმენტი არის მაგრამ რაღაცა მედანეებს მეტი გვჭირდებოდა და აი ეს რა გამოასწორა ესეც კიდე ხა მე მაგის ტესტავად შეიძლება ესე არ გამოვდგე მაგრამ სანდო ხალხს ვისაც უსმენ თერმული დამუშავება ძალიან მაღალ დონეზე თერმულს აიყვანეს. და ანუ ეს ახალ-ახალი ფოლადები, ეგ რომელი არის მანდ? დახედე? აქ კრუვი არია თუ M4? M4 როგორი აგრესიული ფოლადია, ხო კარგად იციან. ნუ ძალიან მაგარი მოდელები გააკეთა ZM. ეს გამახსენდა კიდევ ავტომატი ქონათ მეკარტასთან. აცადე, ზმაო, რა სად? აჰა, დაიჭირე. ნუ დაიჭირე 512. ხო, 3 დანა მქონდა, მეტი არა მაქვს. ნუ ძალიან მაგარი მოდელები გააკეთა ZS მოყოლები თუ ყავს, ნუ ეს დანები, აი სამივე მოდელი მესამე წამომწდა. ის მინდა და მეთქვა. ავტომატი რო გააკეთეს პატარა, არ გვაქვს ხო აქ? ხო, არ გვაქვს. ხო, მიდი გადმოდეეკეთს. ნუ ZM აი ეს არის ხელირითიც დავიჭერე. შენქენი, მე მაგას ვერ ვსავ. მე მაგას ვერ. ნუ თამათ შეიძლება ითქვას რომ ZM თავისი მოყვარულები გაახარა, საოცარი მოდელები მიაყარა. ნუ ეს მე ვიძახი რომ არის საუკეთესო ავტომატი ყველა ავტომატს შორის რაც IDC-ის ტიპის ავტომატები. კაი, მაგამდეც გადავალთ. მოკლედ ZE
ისევ ამერიკული სტილი, ისევ ამერიკული ხასიათი, რომ კაი სამუშაო დანა და აი იმ ლიგაში არის და რაღაცა ხარისხით ბენჩმენზე მაღლა დგას. ნუ ფასებიც ახლა მეტი აქვს ამ მოდელებზე, ახლა მეტი ღირს ახლა ეს მოდელები, თუმცა არის, ეგ 800 რაღაცა. 800 რაღაცა. კი. 1000-ზე მეტი მღირს მარტო ეს. ავტომატი? ეს ტიტანი, მაგამდეც მივალთ. მოკლედ, მიხეილ ვაღიარებ, ძალიან მაგარი ტიტანები შეგირჩევია. მოკლედ ZS მოდელებს მეგობრებო 02, 03, 05, 12 და ამ ნოლებს მოიძახე. რა, უფრო ადვილია, 0-ს არავინ აღარ იძახის. მაშინ 556. კი, ეგ არის 556. ნუ მოკლედ ეს მოდელი კიდევ ავტომატური დანების მოყოლებს მე ვფიქრობ, რომ ყველას უნდა გქონდეს. აი მე ხა შენ ხო იცი ეს მოდელი, ხა აღა იმიტომ არ მაქვს, რომ ჩემ მეგობარს გავუგზავნე ესპანეთში და მე მგონი ჩაუვიდა უკვე ეს ვიდეო რო გამოვაკვე უნდა იყოს ჩასული, ძალიან მაინტერესებს იმას როგორ მოეწონა. ერთ-ერთი საუკეთესო არის პირველი უთხელესი საოცრად. რა მაგალითი, აგერ ხა ეს შეხედე თითი რას დამიმსგავს. უთხელესი ტიტანი და კარბონი. ტიტანებზე ვინაკეთებს ამ ფაში რა არ ვიცი ძმა. მაგაც აკეთებს ჯელობის საგანია დარწმუნებული რომ დეივ ვატენბერგი პასუხს გავცემს რატო აკეთებს ალუმინზე და რატო არ აკეთებს ტიტანზე და კასტომებს სტეინლეს სტილზე აკეთებს ვერ გოგცემს კარგი. იმიტომ რომ მაგას პასუხი რო კონდეს მაიკროტეკი არ გადავიდო და ტიტანზე და გუში რო დაყარა ახალი ტიტანები. ლატიც გააკეთა ხო ტიტანზე? ტიტანზე და კიდევ სხვადასხვა იმეებს რა ექსკლუზიურ შეკვეთებს რა მაღაზიებს ბევრი ფერები დაუყარა რა. კი ბატონო. უნდა რომ იყიდეს აპარატურა რა. კაი, ნუ მაშინ გადავლენ და ისინიც გადავლენ და პროტეკიც იმედია გაგვახარებს. იმედია გაგვახარებს. ყოველ შემთხვევაში ZS ყოჩახ აი რაღაცა ბოლო პერიოდი ნერვიულობდი რომ ZT რაღაც ჩამორჩება მეთქი და რაღაც შეიძლება დაიჩაგროს მეთქი, თუმცა ნუ ამ მოდელებით მგონია რომ ZT ისევ რაღაცა დაიბრუნა, დიდება. ე ბატონო. კარგი, მოკლედ აღნიშნეთ ესე იგი. შვენიერი მიხეილ. კაი დანები გვაქვს ამ მაღაზიაში, თავიდან რაღაც ისე წავიდა, რომ იმდენად ელოდებოდა ხალხი რა დაგერს. ხო? რომ მართლა დაგერი რა და მე დაგერი უარ მიყვარდეს, არ გვექნებოდა, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ დაგერის გარდა ხალხო კარგად დაათვალიერეთ, ანუ დაგერიც იყიდეთ და მე სხვებსაც დააკვირდით რა. კაი. და კლასით ბევრად მაღალი დანები არის. ბატონო გიორგი. მიხეილ. დღეის მდგომარეობით, როდესაც ვწერთ ვიდეოს, ისეთი საინტერესო ამბავი მოხდა. სიმართლე გითხრა, მე თქვი და რომელზეც რამდენად პირდაპირ ჩვენი თემა თავს ვერ დავდებ, მაგრამ რატომაც ჩავთვალე საინტერესოდ და შენ გკითხე გადაღებამდე და რაღაცა შენც ასე ვთქვათ წამომყევი ხოდა. ვისაუბროთ? კი, უბრალოდ წინა საუბარიც რაღაცა ისე დავიწყოთო თემის გარეშე და რამდენ ხანს გაგვიზელდებოდა? რიგი ხანი გაგვიზელდა ის? მე მგონია რომ ესეც კიდევ ხანს გაგვიზელდება ამ თემაზე. სიმართლე გითხრა, მეგობრებმა ჩააგდეს რა რაღაც საერთო მეგობრების ჩატში ეს პოსტი, რომ თქვათ რაღაც და მე თავიდან ხუმრობა მეგონა. ბატონო. მიდი აბა თქვი რა თემის შესაძლებელი. მოკლედ ახალი საკანონმდებლო რაღაც რეგულაცია არის და ციცაკის სპრეი, ელექტრო შოკი და რა ქვია იმას ხმის იარაღი მარტო ხმარო აქვს რა. სტარტოკას რო ვეძახით რა ბატონო. ესე იგი რეგულაციის ქვეშ ექცევა და შესაბამისად ნებართვის გარეშე მის ყიდვას ვეღარ შეძლებ. და არა, ნუ ისევ გაასხავ, რაც შეეხება ელექტროშოკს, ის უკვე ადამიანების ფიზიკური პირების საერთოდ ვეღარ შეიძენიან, ის კონკრეტულად დაცვის ორგანიზაციებს და კომპანიებს შეეძლოთ რა. ხა თავიდან მქონდა ესეთი რაღაცა არის ეს და რაღაც ნეგატიური ძალიან რა აზრი. მერე დავიწყე დაფიქრება გაანალიზება რა და რა ვიცი მე მაქვს ხა რაღაც აზრები, მაგრამ შენ დაიწყე აბა შენ როგორ შეხედე მოყევი გამო. მე სიმართლე გითხრა, რაშიც ვერ როგორ იმაზე საუბარი არ მიყვარს ხოლმე, რაღაცა დილეტანტურ დონეზე თუ რაღაცას ვიტყვი და ვიკითხავ. რამე ეგეთი პრობლემის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რომ ეს იმებს ელექტროშოკებს ურტყავს ხალხი ერთმანეთს და კომენტარებში დაგვიწერეთ მეგობრებო, თქვენ თუ გაქვთ თავისი ინფორმაცია. პრობლემა გვიდგას ეგეთი ქვეყანაში, რომ ეს ციტაკის სპრეებს ვასხავთ ერთმანეთს და რაღაცა. მე არავის ჩემთვის არავის არ შეუსხია ციტაკის სპრეი, ნამდვილად. მაგრამ რა ვიცი, შეიძლება რაღაცა
ჩვენ არ ვიცით და სტატისტიკა ეგეთი, მაგრამ რას გაიგე ფიქრე ბუსუსებიანი სიცხვა გრძალეს ახლა. არა, სამაგიეროდ ნახე ის კი აგრძალეს, მაგრამ ერთი დადებითი მაინც არის რა, ანუ რეგულაციის ქვეშ მოაქციეს, ჯარიმა არ დაუწესებიათ. ბუსუსებიანები? არა, ამაზე რა, ანუ ის არ არის, რომ ზედაკი სპრეი იპოვე და 500 ლარი გადაიხადე და ჩამოვარდა. რეგულაცია არის, ხო, არ ვიცი, ნუ პროექტია ხო, რაღაც მისაღები არის. კი ბატონო, ანუ რაღაცა მე მგონი ბევრად რაც ცოტა ნაფიქრი და დაალაგებული მეჩვენება. ნუ მიხეილ, ჩვენი ფილოსოფია ის არის, რომ არც ერთხელ თავდაცვის რაღაცა ნივთი არ დაგვიდია, იმიტომ რომ ჩემი იდეურად დანები არის ხელოვნება და ინსტრუმენტი. ნამდვილად და მაგრამ შენ რაღაცა დაგაფიქრე ახლა, რომ რაღაცა შეიძლება კავშირი ქონდეს ამ ყველაფერს ჩვენთან. შეიძლება, მოდი მე ოდნავ გავყვეთ რა შენ ახსენე ის გავყვეთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვეკითხებოდნენ კასტეტი გააქვთ, ციტაკი სპრეი გააქვთ და გიორგის ექსპოზიცია ქონდა და მე მიმაჩნია რომ მე კიდე უფრო გამძაფრებულად მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ რომ თქვა ჩვენ მაგას ვყიდიდეთ მაგრამ მე იმას არ ნიშნავს რომ ვინც ყიდის იმას რამეს ვერ ჭირა არა არა უბრალოდ მე სხვადასხვა თემაა რა ანუ იმიტომ რომ ჩვენ რასაც საქმიანობთ ის არ მეგვაჩნია თავდაცვის საშუალება და თავდასხმის რა არანაირად ხო და აქედან გამომდინარე ერთადერთი კითხვა მიჩნდება ესეთი რომ ხა მაგალითად ელექტროშოკი რა თანამედროვე ელექტროშოკებს ასევე აქვს რაღაცა ხმა და ის ხმა მაგალითად აფრთხობს ცხოველებს ჩემი შვილი რომელიც არასრულწლოვანი არის და რაღაც ბავშვობიდან ფობია აქვს რა ანუ დიდი დაღლების ნუ ეშინია რა სერიოზულად ეშინია და სკოლაში როდესაც მიდის ну გადის ისეთ ადგილებს, სადაც ბევრნი არიან რა და ეს ძალიან ეფექტურია, უბრალოდ სკაპს გააკეთებს და ხმაზე გარბიან რა. ანუ იგზალება ეგ ხმის რაღაცეები. ანუ ელექტროშოკია. იგზალება კი არა, ეგ საერთოდ კატასტროფაა რა, მარტო იურიდიულ პირს შეუძლია რა კომპანიაში. ცალ-ცალკე ხო იქნება ელექტროშოკი და ბოლო ისეც ვიყიდეთ. ну ჯერჯერობით არ ვინახია რომ ეგეთი მარტო ხმა არსებობდეს რა. ანუ ხა შეიძლება ტელეფონში ჩაწერო ეხლა ხმა და ბევრი რამე შეიძლება გააკეთო, მაგრამ მართლა ეგ არის საინტერესო რომ ეს ელექტროშოკის გამოყენების რამე შემთხვევები იყო იმდენი რომ ვაიდე და მე მართლა არ გამიგია. მე მაქვს ესეთი თეორია რომ საერთოდ სპონტანურად ხდება ესეთი რაღაცების გადაწყვეტილება. ну ჩემი გამოსვლები დანების თემაში. ანუ ვიღაცამ თქვა რომ აი რაღაცა მოხდა აგზალოთ და მე იქიდან რეაქცია მოდის აგზალოთ და რაღაც ესე მე არ მაქვს ეგრე მარტივად. ანუ შენ გონია რომ სიღრმისეულად ჩაფიქრებული და ხალხი შეიკრიბა და მე მგონია რომ არაფერი არ ხდება საკანონმდებლო ინიციატივებში, აი ის ჩვენ რასაც დაჟე გვეცინება, კარგი. აი ბუსუსებიანზე რომ გვეცინებოდა, ეგეც კი მგონია რომ აბსოლუტურად სხვა რაღაცას ემსახურებოდა. იგი გააზრებული იყო და მაშინ საერთოდ სხვა რაღაცას ამოწევა უნდათ წინ. ეხლა არ მინდა მაგ თეორიებში წავიდე და ეს აპრობირებულია, როცა რაღაცა გინდა რომ წამოწიო, იმისთვის პოულობ ინსტრუმენტს რა. ხო და მან აქიდან მივდივარ ზუსტად რომ ჩვენ გვიკავშირდება ეს თემა რა. გვიკავშირდება შენ ფიქრობ დანებსაც შეიძლება შეეხონ რაღაც ტონზე? კი. შეეხონ. არა. ზუსტად მე გიტყვი რა, უნდა რა ვიცი, ნეტა შეეხონ. სწორედ თუ შეეხებიან, ანუ რასაც მე 3 წუთში გაწყვეტინებ, რასაც მე 3 წელიწადია დავდივარ და ვიხვეწები, შეეხონ. მე მოდი რაღაც ჩვენი ისიც ვთქვათ რა, იქნება მოგვისმინონ. აი შენი აზრი მაინტერესებს რა. აი პირობითად ამერიკაში როგორ არის ხო ცეცხლსასროლი ერახზე ხა მიდიხარ ამ მაღაზიაში გართმევენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ხო და უბრალოდ შენ მონაცემებს იწერენ და გაძლევ კარგი გაწერინებენ ხელს პატარა იმაზე რომ შენ არ გაქვს უფლება რომ გაასხვისო და გადაცემის უფლება არ გაქვს რაღაც 1 საათით შეგიძლია ნადირობის მოკლედ რაღაც დოკუმენტზე გაწერინებენ ხელს მსგავსი რაღაცა რო იყოს რომ პირობითად ანუ ტარება, ანუ ჩვეულებრივად ადამიანს შეუძლია უბრალოდ უნდა კონდეს დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ეს აქ რაღაც კანონიერი გზით შეძენილი რა პირობითად რა. გეტყვი მიხეილ მე რატო ვიძახი ესე თავამად შეეხონ მეთქი და რომ ნეტა იქ მოხდეს. ну მე სადენებს ჩემს ახალს გეცოდინებათ რომ არ ვიძახი როგორი უნდა იყოს კანონი არ სამეთქოს. მე ვუყურებ შემდეგ ნაბიჯს ამ ეტაპზე. შემდეგი ნაბიჯი თუ შეხებას გადაწყვეტენ ამ თემაზე, მოუწევთ ის რიცხვიც მე ამდენი წელიწადია რაღაცა ამ დღეში ვარ, რომ უნდა განსაზღვრონ მაშინ რა არის დანა. ხო, კი ბატონო, გასაგებია უბრალოდ თუ შეხებას გადაწყვეტენ, მაშინ უნდა ითქვას რა არის სამზარეულო დანა, რა არის ხორცის მანქანის დანა. რა არის ტრადიციული დანა. კი ბატონო, მეც რა მგონია, მართლა გეუბნები. სხვანაირად ვერ მოხდება რეგულაცია. მე მგონია, რომ აი ამ შემთხვევაში არასდროს არ ყოფილა ჩვენი როლი ისეთი დიდი, როგორც ეხლა.
კარგი. მე მგონია რომ ეხლა მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაზე ვისაუბრებთ ჩვენ და თქვათ ის ადამიანები, ვინც ამ თემაში, რა ვიცი, საჯაროდ რაღაცას იძახიან. იმიტომ რომ თუ ამაზე ამ ხალხმა მართლა დაიწყო მუშაობა, მე რა ვერსიაც მაქვს. ის თუნდაც 10% მაინც თუ არის გონივრული და მე მგონია რომ ეს არის როგორ არის ქართულად ნიადაგის მოსინჯვა, სწორი არის ეგეთი ტერმინი? ნიადაგი მოუსინჯა არის ეგეთი ტერმინი. ხო, გადმოვთარგმნე იმ. ნუ რა გითხრა მიხელი, მე ჩემთვის თავი არის ხოლმე რომ ჩემ თავთან მართალი ვიყო და აი ეგოისტი კაცი ხარ რა. მარტო შენ თავთან რა უნდა იყო მართალი. ანუ აქ უკვე ხო მარტო ანუ სწორი ინფორმაცია უკვე სხვა პასუხისმგებლობები გაქვს ბატონო. კი, იმისი თქმა მინდა რომ ანუ ჩემ თავთან მართალი ვარ, იმიტომ რომ ყველაფერს ვაკეთებ. დანარჩენი რაც შემიძლია, მაგითი ვარ მართალი. კომუნიკაციის დონეზეც სიმართლე გითხრა გუშინ წინათ არ ვიტყვი, ახლა მივწერე ერთს რომ მეთქი შსს-ში დაწერილი მაქვს განცხადება, ქართული ოცნების ოფისში დაწერილი მაქვს განცხადება, საპარლამენტო კომიტეტებში ყველგან დაწერილი მაქვს განცხადება, რავი, დიდ პლაკატზეც დაწერილი მაქვს და დავდიო და ყველგან და მინდა რომ თქვათ რაღაცა კომუნიკაცია შედგეს და თუ რამე კომუნიკაცია იქნება და ვინმე რაღაცას დაგვიკითხება ყოველთვის ხო წერე მაგას. არ ფიქრობ მაგალითად თუნდაც რაღაც მსგავსია ხო არის ეს ყველაფერი გაკეთებული რა და იმას როგორ რაღაცა დავამატოთ, იცი? იგივე ტიპის განცხადება, უბრალოდ როგორი ხელმოწერებით, იცი? ანუ მაგალითად იმ ადამიანების ხელმოწერებით, ვისაც დაუშვათ აქვს 10-ზე მეტი დანა რა. და შინაარსი ამის რა რო იყოს რა, რო ან კოლექციონერებზე მაქვს რა ლაპარაკი, რო ანუ არიან ადამიანები, რომელსაც შეიძლება 100-ობით დანა კონდეს და არც ერთ მათგანს აბსოლუტურად დეციც კი არ აქვს სამართალ დარღვევა რა, ანუ რაღაცა ისეთი სიტუაცია, რომ ანუ ხალხის უმეტესობა, ხო, ანუ უდიდესი ნაწილი ამას უყურებს აბსოლუტურად ჯანსაღად. და მათი უფლებები რეალურად იზღუდება იმ პატარა პროცენტის გამო, რომლისთვისაც დანა იქნება თუ პირობითად კოკაკოლის კილა, ყველაფერი შეიძლება აღიქვას რაღაც ბოროტს რახვათ რა და განცხადება რაც გუშველის. განცხადება რაც გუშველის და თვალსაჩინო იქნება რაოდენობა იმ ადამიანების. ეხლა შენ თავთან მართალი ხარ და ერთი ადამიანი რო ხარ. არის ერთი. არსად არ არის, არსად მითხარი, შეგიძლია ციფრი მითხრა, ეხლა შენ მაგალითად რამდენი კაცს აქვს კოლექცია. კოლექცია დავარქვათ რას, იცი? 3 და მეტ დანას, რომელიც ღირებულებაც არის $100 და მეტი. არა, მაგას რანაირად ვიტყვი მიშა. რანაირად ვიტყვი, მაგრამ ახლა შენ წარმოიდგინე, რომ მაგაზე რომ მუშაობა დავიწყოთ რა პირობითად, რომ ამ ხალხს რომ ვკითხოთ, რომ აი მოგვიწერ ხელს რაღაც პეტიციაზე და რამდენი შეიძლება აღმოჩნდეს. ხომ მოვაწერეთ 1000 კაცი აგროვდა რამდენი რაზე მოვაწერეთ? ანუ ვინ მოვაწერეთ? მოგვისმინეთ, რომ დალაბარა პრობლემა გვაქვს და პრობლემა გვაქვს და მოგვისმინეთ. აი შეხედე რა, ელემენტარულად შენ ჯერჯერობით მე რასაც გეუბნები, მაგაში მეწინააღმდეგები არასწორი ნათქვამია. ანუ აი ჩვენ ვერ ისვხენით რა. საერთო პოზიცია ვერ შევაჯერეთ და რატო უნდა გაგვიკვირდეს რომ იმათმა ვერ მოგვისმინათ. საერთო პოზიცია როგორ შევაჯერეთ პრობლემას ვაღიარებს და ვაღიარებს რომ საუბარი გჭირდება. ავიგე რომ პრობლემაა, მაგრამ ამ პრობლემის თვალსაჩინოებისთვის გეუბნები რომ მე ვფიქრობ რომ შეიძლება სხვა იფიქროს. ანუ იქნებ მოусმინოთ სხვებსაც, იქნებ ჩვენზე კაი იდეები აქვს. ხალხო დაგვეხმარეთ ბიჭო. დაგვეხმარეთ. კი, რა ვიცი, მე სერიოზულად, აბსოლუტურად სერიოზულად ვიძახი, რომ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება რაღაცა ისეთი ფორმატის მოფიქრება იყოს შესაძლებელი იურიდიულად, რომ ბევრად მეტი გავლენა მოახდინო. კი ბატონო, შესაძლებელი არის. დანარჩენი მოკლედ დახმარება გვჭირდება რა. თუ მოგვისმის შეუძლია დახმარება. ხო, რა ვიცი, დახმარებას მიგაჩნიათ ეხლა, რა ვიცი, ეხლა ისეთი სიტუაცია პირობითად წინა ვიდეოს კიო 2 დღეში 1600 ნახვა ქონდა, ხო? მოდი მარტივად თქვა, ანუ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ იმ ვიდეოს უყურა ისეთმა ადამიანმა, ვისაც არ აინტერესებს დანები. ხო, ეგრე. ნუ ამორიცხულია რა. კაი, ავიღოთ რამდენი 10% რა, შეიძლება 160 კაცი გამოვაკეთო. კი ბატონო. ნუ მოკლედ მე მგონია რომ ნელ-ნელა რაღაცა ახლოს, იმიტომ რომ რაღაცა ჩიხში ვექცევით და მგონია რომ შედგება რაღაცა დიალოგი, შეიძლება დაგვიკითხონ, შეიძლება არ დაგვიკითხონ, ყოველ შემთხვევაში ესე გაგრძელება შეუძლებელია როგორც მოკლედ ჩამოვაყალიბებ და ვიტყვი ჩემ აზრს, რაც არ უნდა ადამიანს. რაც არ უნდა ადამიანს დიდი წვლილი გქონდეს რაღაცაში შექმნილი და შენზე დიდი წვლილი ამ სიტუაციაში ფიზიკურად არავის არ აქვს, მგონია რომ ერთი ადამიანი თეორიაშიც კი
ვერ შეძლებს როგორ თქვა რა, ანუ ხელისუფლებასთან მყარი პოზიციის დაფიქსირებას. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ყველა ვარიანტში გვჭირდება თანამოაზრეთა კონკრეტული გუნდი. შეიძლება არ იყოს 5000 კაცი და შეიძლება სულ იყოს 30 კაცი. ოღონდ 30 ისეთი ადამიანი, რომელიც გამონახავს დროს სხვადასხვა რა ვიცი, შეიძლება შეხვედრა იყოს, შეიძლება რაღაცა იყოს. აბსოლუტურად გეთამბავი მიხეილ. ეს ერთი კი არა 100,000 კაცი იყო რაღაცა კონკრეტულ დღეს გამოსული და ვერაფერს ვერ გახდა. მე მგონია, რომ უბრალოდ რაღაცა კონტაქტი უნდა კომუნიკაცია არის დასამყარებელი, თორე კიდე გეტყვი რა, გულწრფელად გულში. ხო, აგულახტივად რაღაცები. მეც რა მგონია, გიო? მე მგონია, რომ ვინც იძახის, ყველას რეალურად არ აწუხებს ეგ რა. ეს თემა ამ თემაში? კი, ეხლა გეტყვი რა, რატო? არა მითხარი. რამდენჯერ რა ვიცი, რატო გეტყვი, რამდენჯერ ყოფილა, რომ მაგალითად გითქვია, შენ გითქვია, რომ აი რაღაცა კონკრეტულ სიტუაციაში, თქვათ, იაქტიურეთ თქვენი თამა და რამდენი შემთხვევა იცი, რომ უაქტიურიათ? მე ხდითებზე დავიჭვი. რა, ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა. კი ბატონო. ამიტომ მაგაზე მაქვს ჩემი პასუხი. მითხარი, აბა. მართლა ძალიან მაინტერესებს. ნუ მოსახლეობას უნდა მშვიდად ცხოვრება, უმეტესობას უნდა მშვიდად ცხოვრება და არ უნდა კონფრონტაციაში შესვლა არავისთან და საბოლოო ჯამში არა, ნუ საბოლოო ჯამში გამოდის ისე, რომ შეიძლება არ ეთანხმებოდეს, შეიძლება ის იყოს, მაგრამ ნუ არ გამოდის იმ სივრციდან, კომფორტის ზონიდან. ეს მას არ ნიშნავს, რომ რაღაცა არ აწუხებს ან რაღაცა. ესე არის ამ თემაში, ეს არის სხვა ბევრ თემაშიც რა. მე კიდევ ვფიქრობ, რომ აი ხარ ასეც საუბრობ, ზუსტად მაგას უნდა ემსახურებოდეს, რომ აუხსნათ ამ ხალხს, რომ ეს არ არის კომფორტის ზონის დარღვევა, ჩვენ მე ყოველ შემთხვევაში არ ვაპირებ ასეთ მიტინგებს, არ ვაპირებ იმას, რა ქვია, შიმშილობას და არანაირ კონფრონტაციულ ქმედებებს მე არ ვაპირებ. მე ერთადერთი ვარ ახსნის, საუბრის და მუშაობის. თუნდაც პირველ შე რო შეხვედრები გქონდა და რო გითხრეს, უბრალოდ ძალიან ცუდი ფორმით გითხრეს ჩვენ, რომ აი იურისტები ან გყავთ და ასე შემდეგ. მოდი ხა რეალურად შევხედოთ რა. ჩვენ საქმეში რო აღმოჩნდეს 5 ისეთი იურისტი, რომელსაც შეუძლია გამოყოს დრო და დაჯდეს და სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო მაგალითებიდან ერთი ან ორი საკანონმდებლო დონეზე პროექტის გაკეთება მოხდეს. ვისთან მიშათ დავждებით, ნახავთ იურისტებს, მაგრამ ვის ველაპარაკოთ? გასკვევის ვინმე შეგვახვედრე? ვალა ეგ არ გველაპარაკება არავინ და. ეხა იცევა რაცა შეძახი? რას ნიშნავს არა? სხვა გზა არ აქვს დაგელაპარაკება. კაი. პროსტა არ აქვს სხვა გზა. ხვდები? ანუ შენ უბრალოდ როგორ თქვა, რა მე მიმაჩნია, რომ რაღაცა მომენტში შესაძლებლობებს ფიზიკურად ვწურავთ რა ადამიანები და მაგ გჭირდება სხვა ადამიანები. კარგი. ანუ კიდევ ერთხელ გეუბნები, მართლა დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად წინ შეიძლება გადაიდგას, რომ იგივე თემაზე იფიქროს 5 სხვა ადამიანმა რა. მიშა, შენ კაი თემას აგორებ და მეგობრებო, ჩაერთეთ ყველანი მოკლედ, დავძრათ ეს თემა. ეხლა ბუქსაობთ რა, დავძრათ. ბუქსაობთ, იმიტომ რომ ბუქსაობთ. აბა, არაფერს არ ბუქსაობთ. კაი, გეტყვი რა თუ არ ბუქსაობთ. ეხლა მე არ ვიცი, რამდენად შენ გაქვს სურვილი ამის გაშლის, მაგრამ რამოდენიმე დღის წინ ჩვენ ვისაუბრეთ ერთ-ერთ პროექტზე, რომელსაც ჯერ ესე ვერ დავასახელებ. ამ პროექტის შინაარსი არის ზუსტად არა კონფრონტაცია, არამედ ურთიერთობების დათბობა რა. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ფაქტია, რომ არაფერს არ ბუქსაობ, ანუ შემდეგ ნაბიჯებზე ფიქრობ. კი ბატონო. ეგ შენი აზრი იყო, ჩემი არ ყოფილა, მე უბრალოდ ნამდვილად ახტაცებით გავიზიარე რა. ეგ აზრი. მართლა გეუბნები, მგონია, რომ სადაც შეიძლება რომ შენ მოგივიდეს თავში ეგ აზრი, იქნება სხვასაც მოსდის და პროსტა ვიაქტიურეთ და გითხარით, რომ ანუ როგორ ხედავთ, თუ ხედავთ რაიმე იურიდიულ გზებს, რომ რაც შეიძლება მე და გიორგიმ არ ვიცოდეთ პირობითად რანაირი ფორმატით შეიძლება ავიცი რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაციის გაკეთებით შეიძლება ანუ ავიცი თუ გაქვს სურვილი გაგვიზიარეთ თუ არა და ესე წავალთ როგორც მე მდივართ მე ვიცი ძალიან მარტივი გზა ეგ ყველაფერს თორს ვიძახი მიშა თუ იმეს გყავთ რაღაცა შინაური შეგვახვედრეთ რა არა ნუ მე ყველაზე მარტივი გზა იქ არის მარტივი გზა ეგ არის მაგრამ სამწუხაროდ ეგეთი თემები ხა თქო ეგეთი აკაცი ეგრე კეთდება
აი ხა გეუბნები ახლა შენ ახლა შენში რაღაცამ გაიღვიძა რა რა შენში ახლა გაიღვიძა იმან ოპოზიციონერმა რა და ნუ მიდისკრედიტირებ იმ თემას რასაც მე ვალაგებ პირიქით ხო და არ უნდა არაფერი შინაურები გამოჩნდებიან როდესაც იქნება ერთობლივი ჩამოყალიბებული აზრი გეტყვი ბევრ მაგალითს გეტყვი საბაჟო რატო არიზდება იმის რა ქვია ლიმიტი რატო არიზდება 300 ლარის ხმები დადის რომ ბიზნესებს არ აწყობთო კი ბატონო მე ვინმე მალავს მაგას ოფიციალური შეხვედრებია ჩატარებული მაგაზე ხო კი ოფიციალურია შენ თქვი ისინი არიან ერთმანეთი შინაურები მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ იმ შინაურმა უთხრა რომ აი ბიზნეს ასოციაციების მასშტაბით არის საჭირო რომ ოფიციალური შეხვედრები ჩატარდეს კარგი არის რაღაცები რაც შეიძლება შინაურობით იწყება მაგრამ უნდა მოექცეს მე აი ჯარჯოებში მოყვები ყველაფერში ვისარგებლოთ დემოკრატიული სამყაროს თელი სიკეთეებით და დიახ გავწურდეთ ბოლომდე თუ არ გამოვიდა მე ავდეთ და ვიშიმშილოთ მაგის დედაც ჯეკ კი ბატონო კაი არჩი მე მინდა რომ აი სამიდან რომ აქ ხო არავინ არ მაჩერებდეს მაო რა მაგრად მინდა რა იმიტომ რომ მართლა ზუსტად ვიცი რომ მაგას სხვა მიზნებით არ ვატარებ რა გეტყვი მე ანუ გაჩერებაზე არ მაქვს პრობლემა მაგრამ რო უხსნი რომ მეთქი მე უკვე გაჩერებაზე პრობლემა აქვს კაი აი მართლა გაჩერებაზე პრობლემა მაქვს რა იმიტომ რომ აი როგორ გითხრა რა თბილისში არის ადგილები სადაც მე მგონი ყველა მიცის რომ საშინელებები ხდება და იქ რაღაც არავის არ აჩერებს ხო კაი გავიდეთ ფინიშისკენ მიშა და პეკინზე მოკითხვა ბიჭებს სხვათა შორის არა მაგათთან არ მაქვს ყველა შემოგევლოთ ჩემი და პეკინზე კიდე ის არის რა ქვია ყველა ფეხის ნამბიჭე ბლოკპოსტივით უნდა გაიარო ახლა ნუ საბოლოო ჯამში მაინც ურთიერთობამდე დავედით რომ დავედით კი ანუ ვიმეგობროთ რა მოკლედ რა რაღაცა კონსენსუსები ვნახოთ ჩვენ რაღაცა კაი ამბებს ვაპირებთ ცოტა ხანში გაიგებთ მაგას და რა ვიცი კაი და პირველი ბასრი დისკუსიები მეგალაინიდან ხო? კი ბატონო, კი, სხვათა შორის ხო, ძალიან ესეთი საინტერესო მე მგონი კი იყო თავისუფალი თემა, მაგრამ გახურდა ბოლოს. კი ბატონო, გაბასახდა. სტანდარტულად მე და მიხეილმა ვისაუბრეთ და ვინც გვისმენდა მადლობა ყველას. ნამდვილად, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ხაზგასმით კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი გუწრფელად იმიტომ არის, რომ გჯერა რომ თქვენ ეს გაინტერესებთ და ამ საკითხში გვერდში დაგვიდგებით. თუ ესე არ არის, გპირდებით რომ ესეთ თემებზე მე აღარ ვისაუბრებთ და მე ვისაუბრებთ იმაზე, რომ კერამიკული პაჩებნიკები MRBS-ის ჯობია თუ ფლავიო იკომასი და რომელს როგორი ხახუნი და წვეთადობა აქვს. აბა, დროებით მომავალ ვიდეოებად. მადლობა ყურადღებისთვის. გაიხარეთ.